ინგლისის ღირსეული დედოფლის ელიზაბეთის სურვილის თანახმად მოღალატე მარიამ სტიუარტს მიესაჯოს სიკვდილით დასჯა. აქამდე როგორ მივედით? მეფე ფრანცისკი გარდაიცვალა და თქვენი ბიძაშვილი მარიამი შოტლანდიის ტახტზე ავიდა. სახიფათო მოწინააღმდეგეა. მართალია, ჩემი მეომრები ბრძოლისთვის მზად არიან, მაგრამ ჩემს ბიძაშვილს გადაეცით, რომ მშვიდობისთვის ვლოცულობ. იმედს ვიტოვებ, რომ ერთმანეთს პირადად შევხვდებით. სიმართლეს თვალე გაუსწორეთ, მადამ. კანონიერი უფლება აქვს თქვენი ტახტი დაეკავოს. და რას მთავაზობ, საკუთარ დაზე უარი ვთქვა? სამოქალაქო ომის ზღვარზე ვართ. სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენი ქვეყანა განსაცდელის წინაშე დგას. სამეფო ტახტზე ქალისის. მის ძმაზე რა იცით? თქვენი ერთგულია. სისხლის ზღვის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ამ ქვეყნად მოვავლინეთ შოტლანდიის და ინგლისის ტახტის მემკვიდრე. ჩვენი შეხვედრის ამბავი არავინ არ უნდა გაიგოს. თუ ვინმე ეთქვი, ყველაფერს უარყოფ. გახდი ჩემი შვილის ნათლია. მის წინაშე ქედის მოხრას არ ვაპირებთ. თქვენ ხართ ჩვენი დედოფალი. არმიას ვერ მოაკროვებთ. ჩემში ყოველთვის ეჭვი გეპარებათ და ყოველ ჯერზე ცდებით. საკუთარ გულს მოусმინე, შენი მრჩევლები გატყუებენ. გერჩევ და უფიქრდე რას ამბობ. ქვეშევრდომისგან ჭკუისწავლებას არ მოითმენ. ქვეშევრდომისგან? ის ქალი მკვლელია, მოღალატეა და დედოფალი ქვია. ჩემი მოკლედ, მოკლავ დას და შენს დედოფალს. აქამდე როგორ მივედით?